2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის ჭიათურის 56 საოლქო საარჩევნო კომისიას დათქმულ ვადაში სამმა პოლიტიკურმა პარტიამ და ერთმა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა. მათგან რეგისტრაცია ორმა კანდიდატმა გაიარა. ორ კანდიდატს კი ხარვეზები დაუდგინდა და კომისიამ გამოსასწორებლად ვადა მისცა. კანდიდატთა რეგისტრაციისთვის საარჩევნო კომისიაში განაცხადის შეტანის ბოლოვა და პოლიტიკური პარტიებისთვის 8 სექტემბერი იყო. 8 სექტემბრისათვის ჭიათურის 56 საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოვიდა 4 განაცხადი. აქედან ერთი არის საინიციატივო ჯგუფისგან დარეგისტრირებული კანდიდატი ბატონი ირაკლი გაბრიჭიძე რესპუბლიკური პარტიიდან მარხა წერეთლის, რომელიც დარეგისტრირდა პატრიოტთა ალიანსიდან გიორგი კასრაძის, რომელსაც დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის გამოფხრის პროცესში არის. აგრეთვე ბლოკიდან ბუჯანაძე დემოკრატები მარინა ვაშაძე დოკუმენტაცია, რომელსაც დაუდგინდა ხარვეზი, აღმოფხვრა ხარვეზი და დღის მდგომარეობით უკვე რეგისტრირებული არის. კანდიდატებს, რომელთა მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში ხარვეზები დაფიქსირდა, მათ აღმოსაფხვრელად ვადა არჩევნებიდან არაუგვიანეს 25 დღემდე აქვთ. ხოლო იმ კანდიდატების დოკუმენტაცია, რომლებიც პარტიულ სიებშიც არიან და რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიარეს, კანონის თანახმად საოლქო საარჩევნო კომისიებს გადაეგზავნებათ. მათ შორის არიან ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შემდეგი პარტიებიდან ეროვნული ფორუმი, ბურჭულაძის სახელმწიფო ხალხისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო. კანონის 115 მუხლის შესაბამისად ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსი პარტიებს უფლება აქვთ პირები, რომლებსაც აყენებენ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში და ამავე დროს არიან პარტიული სითაც იყვიან კენჭს, წარუდგინონ CSKO-ს. და ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისია გადმოამისამართებს საოლქოებში ასეთი მაჟორიტარების დოკუმენტაციას. ამდენად სხვადასხვა ორგანიზაციებიდან ჩვენ ველოდებით ჯერ კიდევ CSKO-დან კანდიდატების რეგისტრაციაზე მოთხოვნის განაცხადების შემოსვლას. 8 სექტემბერს ამოიწურა ასევე ადგილობრივი თვითმმართველი თემის ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატთა და სვერის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატის რეგისტრაციისთვის საოლქო კომისიასთვის მიმართვის ვადა. 5 კანდიდატმა მოგმართა, აქედან არის რეგისტრირებული 5-ვე. ხარვეზი არც ერთ მათგანს არ დადგენია, ანუ დოკუმენტაცია ჰქონდათ წესრიგში და ეს კანდიდატები არის ზურაბ კაპანაძე საინიციატივოთი წარმოდგენილი, მურმან ბარათაშვილი რესპუბლიკური პარტიიდან, ზურაბ ჩუბინიძე ეროვნული ფორუმიდან, კონსტანტინე ქვარიანი პატრიოტთა ალიანსიდან და ზურაბ კუპატაძე ქართული ოცნებიდან. როგორც მოგეხსენებათ, აგრეთვე სვერის მე-12 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში ტარდება გამოკლებული წევრის შუალედური არჩევნების საკრებულო მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა შესავსებად. აქაც 4 კანდიდატმა მოგმართა რეგისტრაციისათვის, მაია სამსონიძე ეროვნული ფორუმიდან და დარეგისტრირებული არის უკვე, თამაზ ცუცქირიძე ნაციონალური მოძრაობიდან, მანაც გაიარა რეგისტრაცია. შალვა ცუცქირიძე ეროვნული პატრიოტთა ალიანსიდან, მას ხარვეზი დაუდგინდა და ველოდებით რომ აღმოფხრის ხარვეზს და ვახტანგ ცუცქირიძე ქართული ოცნებიდან, რომელიც დარეგისტრირებული არის უკვე. ჭიათურის 56 საარჩევნო ოლქში სულ 58 საარჩევნო უბანია.